სალამი. ნახეთ. რაღაც მომწერეს ერთი წუთი. დღეს ეს ფრჩხილები მაგასაკეთებელი, აკეთა ხელი. პლუს დიდი არხისთვის ვიდეო მაქვს გადასაღები. ამ არხისთვისაც მაქვს ვიდეოები გადასაღები. ჩი რაღაცა მშვიდება და მოდი ახლა მე და თქვენ მოვიმზადოთ საუზმე ძალიან მარტივი და გემრიელი. ტადა! ესენი დასალია. ესენი. არ მეცი ზღადობა და ვითამაც ვერ ახედავთ, ხო? ასე რა ქნაბა ვერასწელი ვენა გავაკეთე ერბო კოფერცხინი და ველი ერთი კოფერცხინი მე უკვე ძალიან კარგად ვიცი ჩემი ზომა. რამდენი არის ჩემი რამდენი ჭირდება. რამდენი მინდა. აი მე ხელი მოვიჭერა. ნომინდორი ვერ ვიდა. ყველი ჩავაჭრათ. მე ძალიან მიყვარს ყველიანი შემწყარი კვერცხი. რაღაცა სულ სხვა გემო აქვს ჩემი აზრით. ჩემები მარის არ უშვებიან ხოლმე. როცა ყველი აქვს, მე არ მყოფნი ისე. კიდე კაიო შაქარი არ მიყვარს, ისე როგორც მიყვარს მარილი. ჩემი ბედი. ძალიან მინდა იცით რა, სალათა. კიდრის და პალმიდურის სალათა. არაჟნი, რამხელა მე ჩავყოლაპე, მარუძი გაიგონეთ თუე. მაგრამ 10 ლარი ჟრის ხალხო პალმიდური. 10 ლარი არ მენეტება. ხორცი ყიდი ბოლოს 10 ლარი. რაღა პალმიდური. ეს მოდიამო კავო. სინუსიანი მაკარონი და გახდება. ასე შეინახავს ხოლმე ყველასთვის და მე სალსია, მე სახლი მაცივარი. იუსტის თებში. ეს გავაკეთე. ჯერ დავუდახებ ცხელია. დაიწყო.
Oh my god, როგორი ყვარს, ხმიწი უყვარს ამისი. და ეს შავი ური ამ ხელამდე ძალიან დიდი ნაჭრებია ხო და ეს შემთხვევით ძალიან დიდია, ამიტომ მე ასე ეს უკვე ნორ შემოდი მირატე ფერამე სამათი რომ ხმის მაგრამ არ მაქვს ამიტომ მირატან წემავს აი ნაყიდი რაც შეიძლება რომ გემრიელი იყოს, იმდენად გემრიელია. აი მე გადავასწრე მე შემო. ნაზიც გასაწამენია ხალხს ვარწმუნო. ერთი ცალი არ მომწონს ისეთია და ამიტომ ესე იგი ეს ცალება. ნახეთ ნანაირია ერთი. თან მოკვეჩილი კი არ არის ესეთია ჩაგდებული. რაღაც ჭირდა იყო. დავსო. მოჩა. არ ვიცი რატომ, მაგრამ არ გაიცნიდა. Всё. Salami. Agmak. Arajani. Vay me Boni. Au, ერთ-ერთ ვიდეოში Boni აი ესე ყველით არის. ესე მეჩხლება. ხოდა ხალხმა ეს ცილი დამწამა. ახლა ამის დროს მას ვიტყვი. ვიყავი რომ მეცინება ძალიან. რას ვჭამ ინტუიციური კვების დროს. რათა წონას არ ვიკლებ. არამედ უბრალოდ ორგანიზმს ვუსმენ და ვინატრებ შედეგს. ვეტი აი ეს მინდა. ამ მომენტში მოხალოდ ეს მინდა. და არა ყოველთვის კბილაული არ გენდომბად. ყავი მიდასტურებს. აბა ვისმინდათ. მარათონში ჩემთან გასწავლოთ გემრიელად ჭამა. გაწლება. მაისი, ივლისი. 3 თვეა. ათი 15 კილოს დაკლება. შესაძლებელი 3 თვეში, თუ რა თქმა უნდა გააქვს მაგდრით დასაკლები. პატარა წონაზე არ ვიტახი. ასე რა გოგოებო. ძალიან კაი დრო დინა ჩემთან. ვიღან ცალკე. დინა როგორც მინდა, მაგრამ დაიწყეთ. ხელებს ვიკეთებ. აქეთ გავიკეთე, აქეთ ჯერ გამიკეთებია. დაიწყეთ და საფულში ხდებით ფორმაში.
არაფერი მეტი ბოსნეული ამ წუთას არ მქონდა, თორემ შემოვნებით მივატანდი. როგორ მიყავს ეს ლემო? ერთი კვერცხი იყო. იმიტომ რომ ორი რეალურად მოსწება. აღარ უნდა ხოლმე ჩემს ორგანიზმს მაგდენი. ესე იგი, ეს ხო ჩართული არ ქონდათ. მე აქ დავჯექი და ეს მაგ დესერტად ხალხო. ჩემთვის შენახული მქონდა თავი, იმიტომ რომ ჩემთვის შენახული მქონდა. ჩემთვის შენახული მქონდა თავი, იმიტომ რომ არ შემხვდებოდა სხვა ვარიანტში 12-ია. ძალიან გემრიელა, მე მაგალითად ეს თქვენი არ ვიცით და ჩოკოპაის მირჩები. ეხა აქციაში იყო კარპუში 10 ლარი ღირს აქცია. ხოდა სანამ არის ყიდულობ დავკბები. ატმისაცაა, მაგრამ მე ეს გემო მომწონს. ნახეთ ეხა რა მინდა რომ გითხრა. ანუ აი ჩაი. ადრე ჩაის ვსვავდი ხოლმე აი ბოჭკებით. ეხა ვსვავ ხოლმე როცა მაგალითად ნაჭამი არ ვარ. ეხლა როცა საჭმელი ვჭამე ზედმეტს სითხესაც არ ვეხარში. ეს უბრალოდ სიამოვნებით უნდა დავაყოლო და მიყვარს, ანუ დახურო. ანუ ცოტას ვიტოვებ კუჩში, ადგილსად კბილი დავაყოლო. და სითხე რამე ჩაი ან ყავა. რატო ეხა ცოტა? იმიტომ რომ კუჭი არ უნდა გადაწევ. როცა წონაში კლებას იწყებ, ეგ სხვა საკითხია. მაშინ მიჩვეულია კუჭი მეტი ოდენობის საკვების მიღებას და უნდა შეეცადო, რომ ეს მოცულობა შეავსო ბოსტნეულით, რაც არის უჯრედისი და კალორია აქვს დაბალი. მაგრამ დროთა განმავლობაში, როცა კალორიულ დეფიციტზე ხარ და როცა წონაში იკლებ, ანუ ნელ-ნელა და შეუმჩნევლად შენი კუჭი თავისით პატარავდება. ანუ პატარავდება რა? ნაკლებ მოცულობას ეჩვევა და არ მინდა რომ გავზარდო, თუნდაც ის ჯანსაღი არ მინდა რომ ზედმეტი ვჭამო, იმიტომ რომ ზედმეტის ჭამასაც ახარ მიჩვეული, გინდაც ჯანსაღისას, ეს ხოლოს არა ჯანსაღად შვენი ვერ შეჭამ ზედმეტს. ამიტომ მე მინდა რომ ჩემს ორგანიზმს ვუსმინო და რა უგზნობრო, всё, აღარ მინდა, აღარ მშია, აი იქ გავჩერდე და მაგას ვაკეთებ. ხო, აი ახლა ეს ძართულია ვისთვის, ვისაც კვებითი აშლილობა აქვს, ან მქონია, მე მქონდა და ემოციური კვება ვისაც აქვს. ძალიან რთულია და ორგანიზმს უსმინო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენ წონაში იმიტომ არ ვიმატებთ, რომ ორგანიზმს უსმენთ. ჩვენ იმიტომ ვიმატებთ წონაში, რომ რაღაცა ემოციებს, რომელსაც ვერ ვუმკლავდებით ასე. ხო და იმ ადამიანმა, ვინც მაგალითად მაგას აკეთებს, ანუ ამ მომენტში აქვს კვებითი აშლილობა და ემოციური კვება, რომ თქვას, რომ მე ინტუიციურ კვებაზე ვარ, რომ ვერ იქნება, ანუ წლები ჭირდება ამის დამუშავებას, მერე ეს მოდის ორგანიზმის სმენა. ასევე ბუნებრივად აქვთ იმ ადამიანებს, ვინც არასდროს არ ყოფილა არანაირი დიეტაზე, არანაირი კვებითი აშლილობა არ აქვს და რა ვიცი, უგვირთ, რომ რატო შეიძლება ადამიანმა საერთოდ ჭამოს, როცა არ შია. ან როგორ შეიძლება ემოციების გამო ჭამოსო. ხო, ძალიან ბედნიერი ხალხი ხართ, ვისაც ეგ გიგულით, რომ იცოდეთ. მაგრები ვართ ისინი, ვინც ვისწავლეთ, როგორ გაუმკლავდეთ ემოციებს, ემოციის ჩახშობას, შენში დატოვებას, ჯობია ჭამო და ზედმეტი წონა გქონდეს. მასა უფრო დიდხანს იქნები ჟამთელი, მიუხედავად იმისა, ჭარბი წონა რამდენ დაავადებას იწვევს, განუცდელი ემოციები უარესია. მე ამის ღრმად მჯერა. ამიტომ სანამ არ ვისწავლე გამკლავება მაგასთან, ჭამდი. აღადი? ძალიან წავედით ხალხო გარეთ. მე ვარ გამოყვარო გაიგო კლინიკაში მივიდიოდით. ფსიქიატრი დავაჩვენოთ. თუ ყავთ აქ ქირურგი, აი აქ არკაში ჩვენთან არის ქირურგია და კლინიკა. ნახოთ აბა ალუჩა. მაგრამ რაღაცა ვერ გამოიყურებოდა საფანადოდ. აი ამ კლინიკაზე
საუბარი აქაც დროს მომავალ ოთხშაბათს იქნება. აი ეს არის. მომავალ ოთხშაბათს იქნება ქირურგიო და რა ვიცი. მომავალ ოთხშაბათამდე კიდე კაი დროა, ამიტომ გადავწყვიტე რომ იქ პირველი სამშობია რომ იქ წავიდეთ. ვიხსენით ხალხო ჭხილი 160 ლარი გადავიხადეთ და ეხლა ველოდებით მანქანით წავიდეთ, იმიტომ რომ ფეხსოდ გავს მეწვევალ და აი ეგრე უკან ლამაზი ყვავილებია და იქით კიდე თეთრი იასამანიცა, რომელზეც მე ვიგიშდები. აბა, რა ვიყიდე? ეხლა რა მოვალაგე? რა ვიყიდე? რა ვიცი, სად არა? ნაყინი, ცოტა მოლღვე. თქვენი არ ვიცი, მე ცოტა მომგვარი მიყვარს ნაყინი. აქ არის პამიდორი, კიკრი და ახალი კომბოსტო. ეს სუნი ასდიო და ახალია. და ვიყიდე, ეს პური ვიყიდე. წითელი ოსტი აქციაში იყო. ეს მიყვარს ფრიად და დიდად. და მე როგორ გაბრწყელებულა ხაჭო. ესე. და კიდე ალუჩი ავიღე. ეს არის ეს არის ალუჩი. და ამბიასტიკი და სამონიშნა ექიმა. ეს არის ახლა ფეხის თითზე გასაკეთებელი. მარლას ნაცვლად. ანტიბიოტიკი მოქსიფლოქსაცინი 425 ლარის ხალხო, აი ეს. ხო. ბეტადინი და ლევომიკოლის მალი. ეს არისო და ცალკე ფარმაკოშვილი. აი ეს.